ფშაველი, აბანო, ომალოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დილიდან დროებით აკრძალულია. თუშეთიდან ფშავლის მიმართულებით წამოსული მგზავრების გადმოსაყვანად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კოორდინაციით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩარჩენილი 30-მდე მგზავრის უსაფრთხო გადმოყვანის სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა. როგორც ცნობილია, უამიდობის და უხვინალექის შედეგად ადიდებულმა ხევებმა გზა დააზიანა და მეწყრული პროცესები განვითარდა. საავტომობილო გზის 23 და 25 კილომეტრზე ამჟამად კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკაა მობილიზებული, თუმცა მუშაობას უამინდობა აფერხებს. თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა მხოლოდ გამოამინდების შემდეგ გახდება შესაძლებელი. კახეთის რეგიონში მოსულმა უხმანდალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, მათ შორის თუშეთის მიმართულებით ფშაველი აბანო ომალოს დამაკავშირებელი გზაზე, სადაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება გზის რეაბილიტაცია. უამინდობის გამო დილიდანვე ჩაიკეტა საავტომობილო გზა, ყოფებოდა 30-მდე მოქალაქე. ერთმანეთთან კოორდინაციაში საგანგებო სიტუაციების სამსახური ყისიერად გამოცხადდა ადგილზე, მოხდა 30-მდე ადამიანის უვნებლად გადმოყვანა. ყველა შესაბამისი მძიმე ტექნიკა ადგილზეა.